აშშ-სა და ირანს შორის ომი ახალ და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადავიდა. მეათე ღამეა ზედიზედ. ამერიკული ავიაცია ბომბავს ირანს და ანალიტიკოსები უკვე ამბობენ, რომ ეს სრულმასშტაბიან საჰაერო ომში დაბრუნება. როგორც განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამერიკა გააგრძელებს ირანზე დამანგრეველი დარტყმების მიყენებას, რათა აიძულოს ისინი გადაიხადონ მშვიდობის შეთანხმების დარღვევისა და ამერიკელი სამხედროების დაღუპვისთვის. ტრამპმა განვისხებულმა პირობა დადო, რომ ირანი მრავალჯერ გადაიხდის და უგზავნა კიდევ უფრო მძაფრად დაესხნენ თავს. რეგიონის მეორე ბოლოში ირანის მოკავშირეებმა, იემენელმა ჰუსიტებმა საბოლოოდ გამოაცხადეს საზღვაო ბლოკადა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში. მართალია ჯერჯერობით მხოლოდ საუდის არაბეთის ბლოკადა. ფაქტობრივად კიდევ ერთი საკვანძო სრუტე დახურეს, მაგრამ ეს უკვე კატასტროფა. ბენზინის ფასი აშშ-ში უკვე $4-მდე გაიზარდა გალონზე, ხოლო ნავთობმა თითქმის $90 ნიშნული გადალახა ბარელზე. ამასობაში ირანის პრეზიდენტმა მასუდ პიზეშკიანმა ოფიციალურად და საჯაროდ აღიარა, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ამიტომ ამ გამოშვებაში ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. რა აიძულა დონალდ ტრამპი მასშტაბურ დარტყმებზე დაბრუნებულიყო? როგორ დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები? რას ნიშნავს ბლოკადა, რომელიც ჰუსიტებმა გამოაცხადეს? და სად მიდის ეს ყველაფერი? რადგან მოლაპარაკებების მონაწილეების შეფასებით, დიპლომატია უკვე პრაქტიკულად მკვდარია და არ არსებობს არავითარი შანსი, რომ რაიმეზე შეთანხმდნენ. მაგალითად, ირანის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არმუზის სრუტის საკითხში არ დათმობენ. ამიტომ აქ ერთ-ერთი მხარის გამარჯვებაა საჭირო. სხვანაირად უკვე შეუძლებელია. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მაშასე, დავიწყებთ ტრაგიკული სიახლით, შეერთებული შტატებისთვის. იორდანიაში ირანის თავდასხმის დროს ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ. დონალდ ტრამპი მიიღებს მონაწილეობას ამერიკელი სამხედროების ცხედრების დახვედრის ცერემონიაში, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპდა. ცერემონია დღეს გაიმართება აშშ-ში საჰაერო ძალების დოერის ბაზაზე. ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ში გააგრძელებს ირანზე გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას, რათა აიძულოს ისინი გადაიხადონ დარღვევებისთვის, მშვიდობის შეთანხმებისა და ამერიკელი სამხედროების დაღუპვისთვის. მაგრამ სანამ ამ გამოშვების ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენეთ კონტექსტს. რამდენიმე კვირის წინ აშშ-მ და ირანმა ხელი მოაწერეს ზავის მემორანდუმს, რომელმაც ცოტა ხნით მაინც შეაჩერა ომი. მაგრამ შემდეგ ირანმა დაიწყო თავდასხმები ხომალდებზე ჰორმუზის სრუტეში. ტრამპმა გამოაცხადა, რომ ზავი დასრულებულია და დარტყმები განახლდა. გადამწყვეტი გარდატეხა ამ შაბათ-კვირას მოხდა. ირანის რაკეტებმა დაარტყეს ამერიკულ სამხედრო ბაზებს იორდანიაში, რის შედეგადაც 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ეს ამერიკელების პირველი საბრძოლო დანაკარგია ირანული ცეცხლის შედეგად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს იყო სწორედ ის წითელი ხაზი, რომელსაც დონალდ ტრამპი პირადად ავლებდა. როგორც დღეს იუწყება Wall Street Journal-ი, ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამდე დონალდ ტრამპი პირად საუბრებში თავის თანაშემწეებთან აღიარებდა, რომ თუ ირანი თუნდაც ერთ-ამეთ ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავდა, ის მზად იქნებოდა შეთანხმება გაეუქმებინა და სრულმასშტაბიან ომში დაბრუნებულიყო. და ირანმა ეს წითელი ხაზი გადაკვეთა. დონალდ ტრამპის რეაქცია მყისიერი და მძაფრი იყო. მან განაცხადა, რომ ირანი მრავალჯერ გადაიხდის ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის და გააფრთხილა, რომ ახალი დანაკარგები მაინც მოსაოდნელია, რადგან ის მზად არის ახლა ომი გააფართოვოს. ამის შემდეგ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახალი სესიისა და დარტყმების სერიის შესაფახებ ანგარიში წარმოადგინა და სამხედროების ფორმულირება ასეთია. დარტყმები განხორციელდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის შესაძლებლობა, დაემუქროს სავაჭრო გემთმიმოსვლას ჰორმუზის სრუტეში და სწრაფად დასაჯოს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ძალები, რომლებმაც იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნავ, რომ ეს უკვე ესეთი თავდასხმების მეათე ღამე იყო. ამერიკელთა შორის დანაკარგების მასშტაბი იზრდება და პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 7 ივლისიდან სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო თითქმის 100 ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. თუმცა მათგან 96 იმავე დღეს დაბრუნდა სამსახურში. CNN მიმდინარე მოვლენებს აღწერს როგორც სრულმასშტაბიან საჰაერო ომში დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ავიაციამ მეათე ღამე ზედიზედ განახორციელა დარტყმები
და სვამს თავარ კითხვას, რომელზეც თეთრ სახლს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. საერთოდ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? უпростоრად, ყველა ეს ქმედება. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ტაქტიკა ახლა იმუშავებს. თუ ის გაზაფხულზე არ იმუშავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციას ჯერაც არ აუხსნია, რა არის ამ ომის საბოლოო მიზანი. უბრალოდ ირანული საშუალებების განადგურება, რომლითაც თეირანი არმუზის სრუტეში ხომალდებს ესმის თავს, თუ ეს უფრო მასშტაბური მოქმედებებისთვის ნიადაგის მომზადებაა, მათ შორის სახმელეთო ოპერაციისთვის, რაზეც სხვათა შორის ერთ-ერთ წინა გამოშვებაში ვისაუბრეთ. მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ისევ დაიწყო დაბომბვა, ძალიან მარტივია. მას არ შეუძლია შეეგუოს იმას, რომ ირანმა საბოლოოდ დიდი გამარჯვება მოიპოვა და არმუზის სრუტეზე მახრჩობელა კონტროლი დაამყარა. პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური დანახარჯები დონალდ ტრამპისთვის უბრალოდ აუტანელია და ეს მთლიანად მის ეგოზე მოქმედებს. ამ დროს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არმუზის სრუტის საკითხში არასოდეს დათმობენ. ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბაგირი კენიმ განაცხადა, რომ არმუზის სრუტეში გადასვლისთვის გადასახადის დაწესება ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და რომ ირანი არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას ამ მიმართულებით. მისი თქმით, აშშ-ის ყველა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს შეუძლია საკუთარი ძალებით უზრუნველყოს სრუტის უსაფრთხოება, არ შეესაბამება სინამდვილეს და რომ არმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ვერ განახლდება თახოვის გარეშე. გაგრძელება იქნება. ეხლა ბოლო სიახლეები იმის შესახებ, როგორ პასუხობს ირანი, რადგან მისი პასუხი ყველა წინაზღვარს გასცდა. როგორც უკვე თქვი, მათ მაინც გადაკვეთეს წითელი ხაზი, მაგრამ არა მხოლოდ ამერიკელი სამხედროების გლოვობაში. თუ ადრე თეირანი ძირითადად სამხედრო ობიექტებსა და ბაზებს ესროდა, ეხლა ის მთელი ქვეყნების სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს უტევს. ირანმა დაიწყო დარტყმები ზღვის წყლის გამამტკნარებელ სადგურებზე აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან სპარსეთის ხურის მონარქიებისთვის ზღვის წყლის განწმენდის სადგურები პირდაპირ სასმელი წყლისა და ზოგადად სიცოცხლის ხარო. მაგალითად, ქუვეითში სასმელი წყლის 90% სწორედ გამამტკნარებელი ქახნებიდან მოდის. და აი ქუვეითმა სწორედ ამაზე განაცხადა. ირანის თავდასხმებზე წყალმომარაგების ობიექტებსა და ელექტროსადგურებზე, ასევე ნავთობის ობიექტებს. ბარეინმა განაცხადა, რომ ირანმა სამოქალაქო სისტემებზე მიიტანა იერიში. დღევანდელი მონაცემებით ირანი ბოლო 3 წლის განმავლობაში ურტყამდა ქუვეითს, ბარეინს და ასევე იორდანიას. ამ ყველა ქვეყანაში განთავსებულია ამერიკელი სამხედროები. იორდანიაში, მათ შორის დედაქალაქ ამანში, ისმოდა სირენები. საჰაერო თავდაცვა ანგრევდა ირანის რაკეტებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბგის განცხადებით თქვა, რომ თეირანი გააგრძელებს მკაცრ პასუხს და უახლოეს მომავალში ამერიკელებთან არავითარ პირობებში მოლაპარაკებებს არ გეგმავს. ირანმა ასევე განაცხადა 2 ტანკერზე აფეთქებების შესახებ ჰორმუზის სრუტეში. ანუ თეირანი აგრძელებს კომერციულ გემებზე თავდასხმას, ცდილობს მთელი სრუტის კონტროლის დამყარებას. გასული წლის განმავლობაში გემების მონიტორინგის სერვის Marine Traffic-ის მონაცემებით ჰორმუზის სრუტე მხოლოდ 9 გემმა გაიარა. შედარებისთვის 5 თვის წინ, ანუ სანამ დონალდ ტრამპი დაიწყებდა ომს ირანის წინააღმდეგ, ამავე სრუტით ყოველდღიურად საშუალოდ 130-დან 150-მდე ესეთი გემი გადიოდა. ან ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად პარალიზებულია. გარდა ამისა, ირანი მაინც გადავიდა უფრო სერიოზულ ესკალაციაზე. თუმცა მაინც ცდილობს თავადო შეაკავოს იგი. სანამ ირანი ახშობს ჰორმუზის სრუტეს, მისი მოკავშირეები იემენელი ჰუსიტები აცხადებენ საზღვაო ბლოკადას საუდის არაბეთის წინააღმდეგ. სწორედ იმ წითელ ზღვაში. ეს სწორედ ისაა, რისიც ყველა მსოფლიო მოთამაშეს ეშინოდა. აგიხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ჰუსიტები იემენში მოქმედი მოძრაობაა, ოფიციალურად ისინი ანსარ ალლას ეწოდებიან. და ეს მოძრაობა მთლიანად ირანის მიერ ფინანსდება და უზრუნველყოფილია. ისინი აკონტროლებენ ქვეყნის ჩრდილოეთს, იემენის ჩრდილოეთს და სწორედ ბაბ ელ-მანდების სრუტის სანაპიროზე იმყოფებიან, რომელიც რეგიონის მეორე საკონძო საზღვაო გასასვლელია და ეს წითელ ზღვაში შესასვლელია. ანუ ეხლა ორივე მთავარი ნავთობის მარშრუტი საფრთხის ქვეშაა. ჰორმუზის სრუტეს ირანი ახშობს, ხოლო ბაბ ელ-მანდების სრუტეს მისი იემენელი მოკავშირეები. საუდის არაბეთმა უკვე მკაცრად მოახდინა რეაგირება. სამეფოს ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენში განაცხადა, რომ
ძალით უპასუხებს ჰუსიტების მუქარებს გემებზე და დაიწყო უსაფრთხოების ზომების მიღება თავისი გემებისთვის, რომლებიც ბაბ ელ-მანდების სრუტეში გადიან. საერთაშორისო საზოგადოებით აღიარებული იემენის საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელმა რაშად ალ-ალიმიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა 20 ივლისიდან ნავთობის ექსპორტის განახლებას დაიწყებს. მანამდე ჰუსიტებმა სრულად დაბლოკეს იემენის ნავთობის ექსპორტი, მაგრამ უკვე 21 რიცხვია და ეს ჯერ არ მოხდარა. ამით ყალიბდება სიტუაცია, რომელიც გლობალური ენერგეტიკული შოკით გვემუქრება. ორი სრუტე, ჰორმუზის და ბაბ ელ-მანდების, რომლითაც გადის მსოფლიოს ნავთობის უზარმაზარი ნაწილი. თუ ერთად შევკრიბავთ, ეს არის 32%. აი ყველაფერი, ეს ყველა გასასვლელი ერთდროულად ირანის და მისი მოკავშირეების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომ ეხლა ყველა ყურადღება საუდის არაბეთზეა მიმართული. შეძლებს თუ არა ის ჰუსიტების ბლოკადის დაძლევას, რადგან თუ ბაბ ელ-მანდების სრუტე სრულად დაიხურება, საუდები უბრალოდ ვერანაირად ვერ გაიტანენ თავიანთ ნავთობს. და აქ საუბარია მინიმუმ 4-დან 4,5 მილიონ ბარელ ნავთობზე დღეში. მაგრამ თვითონ ამ ამბავმა უკვე დაარტყა ბაზარს. მათ შორის ეს ამერიკელებსაც შეეხო. ბენზინის საშუალო ფასი შეერთებულ შტატებში $4 მიაღწია გალონს. ეს პირდაპირ შედეგია იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები არღვევენ ნავთობის მიწოდებას ჰორმუზის სრუტის გავლით. ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ნელ-ნელა $90 უახლოვდება ბარელზე. და აქ არის მთავარი. რატომაც ახლა სიტუაცია განსაკუთრებით საშიშია. საქმე იმაშია, რომ ნავთობის მომხმარებელმა ქვეყნებმა უკვე ამოწურეს თავიანთი სტრატეგიული მარაგები და ისინი 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. და მათ თითქმის აღარ დარჩათ გამძლეობის მარაგი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაიტანონ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. აშენში ცდილობდა შეექმნა ალტერნატიული მარშრუტი ირანის კორიდორის გვერდის ავლით, ანუ ომანის სანაპიროების გასწვრივ. მაგრამ განახლებული ბრძოლები ამ მარშრუტსაც ფაქტობრივად კეტავს. და აქვე ჰუსიტებიც კეტავენ წითელი ზღვის გასასვლელს. საერთოდ ომის ამ ფაზაზე ნავთობის ფასების მდგომარეობა შეიძლება უბრალოდ კრიტიკული გახდეს. ამიტომაც არის კრიტიკული. წინა ფაზაში კი ფასები გაიზარდა, მაგრამ მაინც იყო მარაგები. მაგრამ ეს მარაგები ამოიცურა. დონალდ ტრამპისთვის ბენზინის ფასების ზრდა ასევე შიდა პოლიტიკური პრობლემაა, რადგან ძვირი ბენზინი ამერიკულ ბენზინგასამართ სადგურებზე კონგრესის შუალედური არჩევნების წინ პირდაპირ აზიანებს რესპუბლიკელების რეიტინგს. ანუ ირანი სრუტის ჩაკეტვით ომობს არამხოლოდ რაკეტებით, არამედ ბენზინის ფასებითაც ამერიკის ბენზინგასამართ სადგურებზე. და ეს ტრამპისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. არის თუ არა შანსი ახალ ზავს. სიამდვილეში ჯერჯერობით ვითარება ძალიან მძიმეა. ზუსტი სქემა. დარტყმა, საპასუხო დარტყმა, საპასუხო დარტყმა, საპასუხო დარტყმაზე და ასე შემდეგ. ამ 10 დღეში ეს უბრალოდ მყარად დამკვიდრდა. ადრე იყო იმედი შუამავლების მიმართ, აი პაკისტანისა და კატარის დელეგაციები, რომლებიც მუდმივად თეირანში დადიოდნენ, ცდილობენ როგორმე გადაერჩინათ ეს ზავი, განიახლებინათ მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა კატარელებისა და პაკისტანელების ეს აქტიურობა შეიცვალა პესიმიზმით თითქმის ყველა რეგიონულ დიპლომატს შორის. თუნდაც თავად კატარი, რომელიც შუამავალი იყო, ორჯერ მოხვდა დარტყმის ქვეშ ბოლო ესკალაციის დროს. და ახლა დიპლომატიური პროცესი, როგორც კატარში განაცხადეს, ამჟამად არ არის ქმედუნარიანი. ამასთან საინტერესოა, რომ ირანი ამტკიცებს, ვაშინგტონთან კავშირი გარკვეული დიპლომატიური არხებით ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ანუ ფორმალურად კარები არ არის დახურული, მაგრამ რეალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. და ორივე მხარე კონცენტრირებულია სწორედ დარტყმებზე. ელოდებიან, ვინ პირველი დანებდება და ვინ პირველი დაახამხამებს თვალს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მასშტაბური ამერიკული დაბომბვების მიუხედავად, ომმა ჯერ ვერ მიიყვანა ირანის რეჟიმის დამხობამდე და ვერ გამოიწვია ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა. დიახ, ირანის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. მისმა კონვენციურმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა ვაღიაროთ დიდი დანაკარგები განიცადეს. მაგრამ ისლამური რესპუბლიკა ირანი მაინც ფლობს საკმარის საბრძოლო ძალას, რომ კომერციული გემთმიმოსვლა ჰორმუზის სრუტეს მოარიდოს. და ის არ აპირებს შეწყვიტოს თავდასხმები. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. შედეგი. შეერთებულმა შტატებმა მეათე ღამეა ზედიზედ მასიურად დაბომბა ირანი. ეს არის პასუხი იორდანიაში 3 ამერიკელი ჯარისკაცის დაუპაზე, იმავე წითელ ხაზზე, რომელიც დონალდ ტრამპმა გააურო. ირანი არ ეხევს უკან.
ურტყამს წყლის გამტნარებელ სადგურებს, ელექტროსადგურებს და აშშ-ის მოკავშირეების აერონავიგაციასაც კი აგრძელებს ტანკერებზე თავდასხმებს ჰორმუზის სრუტეში. ირანის პრეზიდენტმა პიზიშკიანმა ოფიციალურად უწოდა ამას სრულმასშტაბიანი ომი. ასევე იემენელი ჰუსიტებმა გამოაცხადეს საუდის არაბეთის ბლოკადა, რითაც საფრთხის ქვეშ დააკენეს ამ რეგიონში მეორე სრუტეც. რაც შეეხება დიპლომატიას, რეგიონული შუამავლობის შეფასებით ის პრაქტიკულად მკვდარია. აქ კი მთავარი კითხვაა, რომელსაც დღეს ბევრი ანალიტიკოსი სვამს. საბოლოოდ რას ცდილობს დონალდ ტრამპი? გასაგები საბოლოო მიზანი მან მაინც არ დაასახელა. ისევ, რაც იყო ომის პირველ ფაზაში, მეორდება მეორეში. ან ის უნდა, რომ ირანელი ჯარისკაცები და მათი საშუალებები არმუზის სრუტესთან ახლოს მწყობრიდან გამოიყვანოს. ან, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ის ამზადებს ნიადაგს რაღაც უფრო დიდისთვის, მათ შორის სახმელეთო ოპერაციისთვისაც. კერ პასუხი არ არის, ორივე მხარე უბრალოდ სულ უფრო ძლიერად ურტყამს ერთმანეთს. ამ გაცვლის მძევალი ფაქტობრივად ხდება მთელი მსოფლიო. ბენზინის გაძვირებით, უკვე პარალიზებული ორი სრუტით და გლობალური ენერგეტიკული შოკის საფრთხით. აქ სამწევდილს დავშვამ, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის რილაქს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ეს იყო ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.